ლევანდელი საღამოს თავარ თემაზე. ჩვენ რატომაც შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ გრიგოლ ობაქიძე ახსენეთ, მას ეძახოდნენ არ იყო ცისფერყანწელების წევრი ბოლო ხანებში, მაგრამ თავიდან მას ეძახოდნენ ცისფერყანწელების მედროშეს. როდესაც გრიგოლ ობაქიძე ნახა აკაკი წერეთელმა, უკვე მცხოვარმა, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა, მან თქვა, რომ აღარ მეშინია უკვე სიკვდილის, აი ასეთ პიროვნებას რომ ვუტოვებ საქართველოსო და მერე ეს ბიჭები ტიციანი, პაოლო, ყველანი ჩამოვიდნენ თბილისში და აი ილიას და ვაჟას მერე მივიწყებული საქართველოს და რუსთაველის გამზირზე ცეცხლი დაანთესო, რა ვიცი. ეს ყველგან მათ ლექსს საღამოებს მართავდნენ, ყველგან მათ ლექსებს ყვებოდნენ და რაღაცნაირად სხვა სული ჩაედგა რუსთაველის გამზირს განსაკუთრებით ისინი იკრიბებოდნენ და იყო ესეთი აი ამ შეკრებების დროს იყო ესეთი ისტორია, რომ ლაღიძის წყლებთან გამოჩნდა ერთი ძალიან ლამაზი ქალბატონი, გამყიდველი წყლების, მაშინ მოგეხსენებათ თავადაზნაურობას უკვე ძალიან უჭირდა და გადადიოდნენ მუშაობაზე ადრე, რა თქმა უნდა, ეს ეუხერხულებოდათ, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯები, რომ ისინი იძულებული იყვნენ ჩვეულებრივ ადამიანები ვით ემუშავათ, თავად სარჩომო ეპოვებინათ და გამოჩნდა ულამაზესი ქალბატონი თამუნია წერეთელი, რომელიც თურმე იმ პერიოდში ყველა პოეტი თითქმის ეტყოდა ამ ქალბატონს. მათ შორის კოსტადინე განსახურდია ცნობილი იყო მექალთანობით. ტიციან ტაბიძეს უნახავს ეს ქალბატონი. ტიციანს მაშინ თავისი მეუღლე და ცოლ-შვილი ყავდა ბაკურიანში. და იმდენად აღთოვანდა ამ ქალის სილამაზით, რომ ჩავიდა ბაკურიანში. დეპეშა გაუგზავნა, რომ საოცარი ახალგაზრდა ლამაზი ქალი არის უნდა ჩამოხვიდეს ჩამოდი და უნდა გაჩვენო. რა უცნაური და მე ვიფიქრე, რომ ეს იყო რაღაც ძალიან დიდი მეგობრობა ქალსა და კაცს შორის. ძალიან სასაცილო იყო ყვება, რომ ნინო ყვებოდა, რომ ესე იგიო, ნუ არ არის ეს ჩამოვედიო და გავარო კაცო და ველოდები ამ ტიციანსო აივიდან ვიყურებდა და ხედავ მოდის ტიციანი აი უფრო გასუქებულიო ეთქობა იმდენი წყალი დალია იქ ლამაზი რომ მოვიდა წამყვანა მაჩვენა ეს კარი და ნუ ძალიან მომეწონაო და ნუ წამოვიდით უკვე აბა რა აზრის ხარო და ნუ გასაგიჟებელი ქალიო მაგრამ ჩემგან რა გინდაო ნახე მომეწონა კარგად წავედი და წავედიო და მერე როდესაც ჩამოვიდა დახვდა ეს ლექსი თამუნია წერეთელს და ნუ რო წაიკითხა ძალიან მოეწოდა ნინოს ეს ლექსი და ტიციანმა თქვა რომ პაოლო და სულ ყველა მეჩხუბებიან და რომ შენ გინდა ცოლე არ გამოაქვეყნო ეს ლექსი გიჟი ხო არა რომ შენ ნინო გადაირევაო და მე უთხარიო რომ არაფრით არ შეიძლება ესეთი საოცარი ლექსი აუცილებლად უნდა გამოაქვეყნო. ეს არის ხო ნუ ეს საოცარი რაღაცა კიდე ერთი ესეთი ისტორია თუ ეს გაინტერესებს რუსი მსახიობი ძალიან ლამაზი თუ რაღაცა ძალიან კარგი უნდა ჩამოვიდა საქართველოში და ნუ ტიციანი იყო აღთოვანებული, გაგიჟებული ქალი და ნინო გაიგო რომ რაღაცა ძალიან ლამაზი კაბა უნდა წმოდა იქავს. ესე იგი წავიდა და შეუკვეთა ვიღაც საშა პარტნიორი თუ ვიღაცა იყო ზუსტად ისეთივე კაბა. და ნუ იცოდა რომ რაღაცა შარფი თუ შალი რაღაცა უნდა ქონოდა და ისო ვერსად ვერ ვიშოვეო ისეთიო და ბოლოსო ბათუმიდან ჩამომიტანესო და აი ამ შარფით და ტიციანმა არ იცის და ცოტა მოგვიანებით შემოვედი დარბაზშიო და იმდენად ჯერ ძლივს მომისწრეს ის კაბაო და ქინძის თავებით ჰქონდა მიმაგრებულიო და ნუ რო შემოვედიო ეს ქალი სცენაზე დგას კაბი და მე ნელ-ნელა შემოვედი დარბაზში ამ კაბითო და ყველა მე მიყურებსო და ნუ დავჯექიო და მე წარმოდგენის შემდეგ რესტორანი ქონდა დაჯავშნილი ტიციანს სადღაც წასულიყო და ნინო ხარა შენ გენაცვალე ორი ერთნაირ კაბაში კაბია ხარჭენა თუ შეიძლება ჩვენ წავიდეთ მე წავიდე თვითონ და ნუ მგონი კოლაუნადი რაღაცა ეს ამ ურთიერთობის გაგრძელება მე ვიცი რომ გაგრძელდა ძალიან დიდი მეგობრობით ტიციანი მეგობრობდა უკვე გათხოვილ თამუნია წერეთელთან არ ქონდა ესეთი ურთიერთობა მაგრამ აი რომ მივიდა და ნახათ ის სამანტყობაში ნახა მივიდა როდესაც უკვე ფეხი ქონდა მოჭრილი და ხო იმ შობიარა თამუნიამ და იქ რაღაცა შობიარობის შემდეგ რაღაცა ხო 10 დღის შემდეგ დაეწყო ეს გართულება და
მოჭრეს ფეხი და კიციანი მივიდა სანახავა და მაშინ დაწერა. რა ფეხ მოტეხილი შეხარ ღრუბელია. ყველაზე კარგი სტრიქონები, კიციანი სავიზიტო გარჩენილი ვარ ფებზე, კამაში დაახეული მაქვს. ამ ლექსში წერია და მე წავიკითხავ რომ რაღაცა ამ განწყობაზე მოვიდეთ და კიდევ კამუნიას ვიცი რა ეს ლექსი რომ მივხვდი. მაშინ თქვენ მოყევით ბატონ დავით. არა თუ გავიხსენე ახლა შენ აქ რა გინდა მაგრამ ყოველთვის გამახსენდები ამ ანანუსთან თეთრი არ აგვი შავ არ აქვს ერთვის ჩვენი გათიშვაგი ყველა სურდა არც კი გიცნობდი არც კი მენახე ისე ხატავდა თამარს რუბელი ხარ დანგრეული შენ მოდინახე ფერ მოტეხილი შენ ხარ რუბელი ისე ნაზია ეს მოგონება როგორც დემონის ღვთებით შეხება დე გაიხარო სხვა გოგონებმაც მოიბას შენი ირმის ფეხები გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადურჩები ასე კვდებოდა ალბათ 1000 და მოწმეთ ყავდა ეს ანანური ეს არის ჩვენი გოსნობის ფასი და თვითკვლელობის იავნანური. Bravo.